9 მაისს რუსეთი ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამარჯვებას, რომელშიც რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. გასულ წელს 2024 წლის საზეიმო ღონისძიებაზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების გმირებად შერაცხა და როგორც სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან აცხადებს, ომი უკრაინის წინააღმდეგ სწორედ ქვეყნის ნაცისტებისგან გაწმენდას ემსახურება. წელს მოსკოვში გამარჯვების საიუბილეო აღლუმზე არაერთი მსოფლიო ლიდერი და ოფიციალური წარმომადგენელია მიწვეული. რუსეთს ეწვევა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მოსკოვში ელიან ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისაც. როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის თავის აღსანიშნად მოსკოვს ისიც ეწვევა. გარდა ამისა, იგი აღლუმში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო დანაყოფის გაგზავნასაც გეგმავს. ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა მიიღო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოა. კრემლისადმი მეგობრული პოზიციებით ცნობილმა ფიცომ განაცხადა, რომ მას ვერავინ უბრძანებს, სად წავიდეს და სად არა. გამარჯვების აღლუმს დაესწრება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, ჩვენ 300,000 დაღუპული გვყავს. უამრავი ადამიანი უკან არ დაბრუნებულა. ეს არის დღე, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, განაცხადა სიმონიანმა. მისივე თქმით, ფაშინიანის ვიზიტს ევროკავშირისგან უარყოფითი რეაგირება არ უნდა მოჰყვეს. თუმცა როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანება 9 მაისს მოსკოვის საზეიმო ღონისძიებებში პოტენციური წევრების მონაწილეობას მსუბუქად არ მიიღებს. წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს ეს საკითხი და მკაფიოდ განაცხადეს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმსა თუ საზეიმო ღონისძიებებში ნებისმიერი სახით მონაწილეობა მსუბუქად არ იქნება აღქმული. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ გვსურს რომელიმე კანდიდატმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებში. ეს ძალიან მკაფიო გზავნილი იყო. მოსკოვში დაგეგმილი ყოველწლიური სამხედრო აღლუმის პარალელურად უკრაინა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს კიევში იწვევს. გავრცელებული ცნობებით ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ ევროკავშირის ლიდერები 9 მაისს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ დიპლომატიური ძალის წარმოსაჩენად მიიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე საკუთარ კოლეგებს მოუწოდა აჩვენონ ერთობა და სიმტკიცე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური აგრესიის წინაშე. რაც შეეხება კიევში ვიზიტს, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდე როგორც წევრ სახელმწიფოებს, ასევე ბლოკის ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რაც შეიძლება ხშირად ეწვიონ უკრაინას. ამით გვსურს ვაჩვენოთ სოლიდარობა, რომ მათ გვერდით ვართ, ასე რომ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობებს. ამასთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკი მაისში მსურველთა კოალიციის ლიდერებთან შეხვედრასაც ითხოვს. ანდრიი სიბიჰას თანახმად შეხვედრის მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაა რუსეთთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პირობებში.